ეს აზიური ფაროსანა ხომ არ არის? აზიური ფაროსანას განმასხვავებელი ნიშნებია: ყავისფერი შეფერილობა, ულვაშებზე ნათელი ზოლები, გლუვი მხრევი და მუცლის კიდეებზე გამოკვეთილი ყავისფერი დაზოლვა. ამათ თუ არ შეებრძოლეთ, მთელ მოსავალს მოგისპობენ. თოფი არ გიშველით. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა რამოდენიმე ეტაპისაგან შედგება. გვიან შემოდგომით ფაროსანა შედის თავშესაფარში, გამოსაზამთრებლად და აპრილის ბოლოს ისევ გამოდის გარეთ. ის ძვრება ნაპრალებში, სხვენზე, კარისა და ფანჯრის ღრიჭოებში, ცხოველთა სადგომებში, ტყეში ჩამოცვენილი ფოთლების ქვეშ და ხეების ფუღუროებში. მათ შესაჩერებლად ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ბადე, რომელსაც ჩამოვყიდებთ პლანტაციასა და პოტენციურ გამოსაზამთრებელ ადგილებს შორის. ბადეს ვასხურებთ პესტიციდს, ხოლო ზევით ვკიდებთ ფერომონს, რომელიც იზიდავს მწერს. ბადე უნდა ეხებოდეს ძირს, რათა ფაროსანებმა, რომლებსაც ჯერ ფრენა არ შეუძლიათ, შეძლონ მასზე ასვლა. იმ ფაროსანებისთვის, რომლებიც შეაღწევენ სახლში, უნდა მოაწყოთ მექანიკური ხაფანგები. მუყაოს ყუთი, პლასტმასის ბოთლი და საპნიანი წყალი. ყუთი უნდა დახვიტოთ და ჩაალაგოთ შიგნით სხვა მუყაოს ნაჭრები, რათა ფაროსანამ იგრძნოს სიმყუდროვე. ბოთლს უნდა გადაუჭრათ თავი და ასე დაამაგროთ. ძირში ფანარი დაამონტაჟოთ, რომლის შუქიც მოიზიდავს მწერს და გაუკეთოთ ამოსაძრომი გზა. საპნიანი წყალი უნდა ჩაასხათ ნებისმიერ ტაშტში და დაანათოთ ნათურა. შემდეგ მწერები უნდა გადმოყაროთ ხაფანგიდან და გაანადგუროთ. თებერვლის ბოლოს აუცილებლად უნდა შეწამლოთ პლანტაცია სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ და ისევ დაკიდოთ ბადეები, რათა გადარჩენილი ფაროსანები შეაჩეროთ პლანტაციაზე დაბრუნებისგან. ბადიდან ჩამოყრილი მწერები უნდა შეაგროვოთ და დაწვათ, რათა შინაურმა ცხოველებმა არ შეჭამონ ისინი. გაზაფხულზე უნდა დავკიდოთ წებოვანი ხაფანგები. ეს ხაფანგები გვჭირდება მონიტორინგისთვის, რომ ვიცოდეთ საჭიროა თუ არა პლანტაციის კონკრეტული ადგილების შეწამლა. ივნისის დასაწყისში უნდა შეწამლოთ პლანტაცია აზიური ფაროსანას წინააღმდეგ და გაიმეოროთ შეწამლა ივლისის დასაწყისში. მართალია, ქიმიკატებიანი მასალები უნდა შეაგროვოთ და ჩააბაროთ შესაბამის სამსახურს, რომელიც გაანადგურებს მათ. პლანტაცია ხშირად უნდა შეამოწმოთ აზიური ფაროსანას არსებობაზე და ფოთლების ქვეშ დადებულ კვერცხებზე. კვერცხების აღმოჩენის შემთხვევაში ისინი ხელით ჩამოყაროთ და გაანადგუროთ.